გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უსმენთ პოდკასტს ორჯერ ამერიკაში, მე ვარ საბალე კვეიშვილი და ამ პატარა ეპიზოდში მინდა შემოგთავაზოთ ახალი რუბრიკა, ხანდახან დავდებ ხოლმე ცალკე ეპიზოდებად, რომელსაც დავარქვი როგორ არის ამერიკაში. ანუ ამ რუბრიკაში აგიხსნით სისტემურ და ტექნიკურ საკითხებს ნაწილების ამერიკის მთავრობის ან კულტურის. და ამ შემთხვევაში პირველი თემა რაც მინდა წამოვწი, რადგან ამაზე ბევრი საუბარი მოგვიწევს მომავალში, ახლა ბიუჯეტის დამტკიცებაზე და ამის შემდგომ რეაქციებზე იქნება დიდი ამბავი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის Social Security, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების საპენსიო ფონდი, შეიძლება ესე ვთქვათ. და აქვე გეტყვით, რომ ეს ვიდეო არ შეიცავს რჩევებს ახალიან მომავალი ემიგრანტებისთვის, არამედ არის უბრალოდ სისტემის აღწერა, რომ როდესაც მომდევნო ეპიზოდებში ვილაპარაკებ იმ რეფორმებზე, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაცია ატარებს, უბრალოდ წარმოდგენა გქონდეს რაზე არის საუბარი. მოკლედ, Social Security ოფიციალურად ქვია მოხუცებულობის, უმწეობისა და შეზღუდული უნარების დაზღვევა. და ამ დაზღვევას აკონტროლებს სახელმწიფო Social Security ადმინისტრაციის საშუალებით. ეს ფონდი და სააგენტო ჩამოყალიბდა 1935 წელს და იმის შემდეგ ამერიკელი გადასახადის გადამხდელი ადამიანი, რომელიც მუშაობს, ამ ფონდში იხდის გარკვეულ გადასახადს და მერე გარკვეული ასაკის შემდეგ იღებს პენსიას. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც სხვა მიზეზების გამო იღებენ აქედან გარკვეულ შემწეობას. მაგალითად 2022 წლის მონაცემებით ამ პროგრამით პენსიას იღებდა 66 მილიონი ადამიანი. აქედან 51 მილიონი იყო პენსიაზე გასული მოსამსახურე და მათზე დამოკიდებული ადამიანები, 6 მილიონი იყო გარდაცვლილი მოსამსახურის პენსიის მიმღები და 9 მილიონი იყო შეზღუდული უნარების მქონე მოსამსახურე და მათზე დამოკიდებული ადამიანი. ანუ ჯამში 66 მილიონი ამერიკელი. ამავე წლის მონაცემებით ამ სადაზღვევო პროგრამის სარეზერვო ფონდი შეადგენდა 2.8 ტრილიონს. 2023 წლის მარტში მომზადებული ანგარიშის მიხედვით Social Security-ს მმართველი საბჭო ვარაუდობდა, რომ ამ ტემპებითა და პოლიტიკით 2032 წლისთვის ეს რეზერვი 590 მილიარდამდე შემცირდება. ეს რეზერვი იდეაში უნდა იშვებოდეს გადასახადებით. ყოველი ადამიანი, რომელიც მუშაობს, იხდის გადასახადს ამ სადაზღვევო ფონდში, მაგრამ არსებობს საშემოსავლო ზღვარი $168,600 სახით, რომლის შემდეგაც აღარ იხდი ამ გადასახადს, ანუ $668,000-ზე მეც რასაც გააკეთებ, ის შემოსავალი საპენსიო გადასახადით აღარ იბეგრება. და 2024 წელს Social Security გადასახადი ეკისრებოდა 191 მილიონ ადამიანს. აქედან ახლა ბევრი მათგანი ამ ზღვარის ქვემოთ არის, ბევრი მათგანი ამ ზღვარის ზემოთ არის. მოკლედ, ვინც ამ ზღვარზე მეც აკეთებს, მის მერე ფულს აღარ იხდის, როგორც აღნიშნეთ. 2025 წელს ეს ფიქსირებული ზღვარი საშემოსავლო გაიზრდება $176,100-მდე. მაგრამ არსებული ვარაუდებით ეს არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ფონდი საკმარისად დაფინანსდეს. მაგალითად, საერთო გასავალი 2022 წელს იყო $1.244 მილიარდი, ხოლო შემოსავალი იყო $1.222 მილიარდი. ანუ 22 მილიარდის დეფიციტი ჰქონდა ფონდს, რაც ცხადია ანაზღაურებული იყო იმ სარეზერვო ფონდიდან, რომელიც დაგროვებული არის წლების განმავლობაში. დასაქმებული ადამიანები იხდიან ამ გადასახადის ნახევარს. მეორე ნახევარს იხდის დამსაქმებელი. ანუ ყოველი მხარე, თითო მხარე იხდის 6.2%-ს. ხოლო თვით დასაქმებული ადამიანი იხდის 12.4%-ს, ანუ მთლიანად როგორც დამსაქმებლის, ისევე დასაქმებულის ნაწილსაც თვითონ იხდის, მაგრამ იქ რაღაცა შეგიძლია რომ ჩამოიკლო რაღაცეები, თუმცა ეს ჩამოყალიბები და საგადასახადო რაღაც ბენეფიტები, ამაზე ვისაუბრებთ მომავალშიც, ძირითადად ნახავთ ხოლმე, რომ მდიდარი ადამიანებისთვის არის სასარგებლო, ვიდრე საშუალო კლასისთვის ან დაბალ შემოსავლიანი ამერიკელებისთვის. 2025 წლის საშემოსავლო ზღვარის გაზრდასთან შესაბამისად, მაქსიმუმი თანხა, რომელიც შეიძლება დასაქმებულს ჩამოეჭრას საპენსიო გადასახადის სახით, არის $10,918 და 20 ცენტი.
ხო, აი ეს არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება ნებისმიერი შემოსავლის ადამიანმა გადაიხადოს რა. ანუ მაგას რო გადაცდები უკვე, მაგის იქით აღარ იბეგრება შენი შემოსავალი, როგორც არაერთხელ აღვნიშნე. 2024 წლის მონაცემებით საშუალო პენსია, რომელიც ამ პროგრამით გაიცემოდა, შეადგენდა $1927 თვეში. რაც ეხა კი ჟღერს როგორც დიდი თანხა განსაკუთრებით საქართველოს პირობებში, ქართული პენსიის პირობებში და ეხა ქართულ რეალობაზე რო გადმოიყვანო შეიძლება კარგი თანხა იყოს იდეაში, მაგრამ აქ არ არის საკმარისი და შეიძლება დაინახოთ, რომ პენსიაზე გასული ხალხი ისევ მუშაობს, დამატების შემოსავალი ჰქონდეს და ამას ყოველდღიურობაშიც შეხვდები ადამიანი, როდესაც მოძრაობ ამერიკაში. საპენსიო გადასახადი არის 6.2%, რომელიც 1990 წლის შემდეგ არ შეცვლილა, თუმცა საშემოსავლო ზღვარი თითქმის ყოველწლიურად იცვლებოდა. მაგალითად 2005 წლიდან დღემდე ეს ზღვარი 17-ჯერ შეცვალეს. ყველაზე დიდი ზრდა იყო 2023-ში, როდესაც $157,000-დან $160,000-მდე აწიეს და ეხლა როგორც აღვნიშნე, ავა $176,000-მდე. ხო, ასევე ზოგადად ლაპარაკია, რომ ეს ზღვარი რაღაც მომენტში მთლიანად წაიშალოს და ყოველი დოლარი, რომელსაც განსაკუთრებით მდიდარი ადამიანები და ულტრა მდიდარი ადამიანები გამოიმუშავებენ, ესენის დაბეგრილი იყოს და ამითი დაფინანსდეს, როგორც ესეთი ეს საპენსიო ფონდი, მაგრამ როგორც გითხარით, სხვადასხვა საგადასახადო რეფორმებით, რაღაცა ბენეფიტებით, კანონებში არსებული ეგრეთ წოდებული ლუპჰოულებით, ანუ შემოვლითი გზებით ახერხებენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები გადასახადი გადაიხადონ და ასე შემდეგ. ხო, ეხლა რაც შეეხება საპენსიო ასაკი, სრული საპენსიო ასაკი არის 1960 წლამდე დაბადებულთათვის 65 წელი, ხოლო 1960 წლის შემდეგ დაბადებულთათვის 67 წელი. ადრეული საპენსიო ასაკი არის 62. და ამ შემთხვევაში პენსიის 70%-ს მიიღებთ. სრულ საპენსიო ასაკთან მიუღწევალ ადამიანებს ასევე აქვს საშემოსავლო ლიმიტი, ანუ შეგიძლია აიღო პენსია და იმუშაო კიდეც, მაგრამ შემოსავლის ლიმიტი გაქვს $23,400 წელიწადში და ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ 50%-ით იბეგრება შენი პენსია. მაგრამ მე ეს ჩამოკლებული ფულით იდეაში ითვლება შენს საპენსიო გადასახადად და როცა სრულ საპენსიო ასაკამდე მიაღწევ, მე გაზრდილი თანხის სახით გიბრუნდება ეს გადასახადი, რაც გადაიხადე. მაგრამ ჯამურად, მოკლედ ესეთი არის, რომ თქვა შეგიძლია რომ გქონდეს პენსია და დამატებითი შემოსავალი $23,400 წელიწადში, რომელზეც არ მოგიწევს გადასახადის გადახდა. ასევე გაგებული გექნებათ ეგრეთ წოდებული social security number, რომელიც არის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ამერიკის მთავრობა განიჭებს, როცა იბადები ან იღებ ლეგალურად მუშაობის უფლებას, იქნება ეს ვიზით, green card-ით თუ მოქალაქეობით. და ეს საპენსიო მონაცემები ამ ნომერზე არის მიბმული, მაგრამ ამის გარდა სხვა ფუნქციებიც აქვს მინიჭებული, როგორც ვთქვათ, არის საკრედიტო ისტორია და ზოგადად საიდენტიფიკაციო მონაცემები, მაგრამ ეს ამ კონტექსტში არ არის რელევანტური. ხო და მოკლედ აი ეს არის ზოგადად social security, როდესაც ვახსენებ ხოლმე და ვილაპარაკებ მომდევნო ეპიზოდებში, იმიტომ რომ ილონ მასკი, რესპუბლიკელები და დონალდ ტრამპი ერჩიან ამ ფონდს, მინდოდა უბრალოდ გცოდნოდა თუ რაზე არის საუბარი და რა მოიაზრება ამ სისტემაში. დიდი მადლობა რომ ისმენდით და თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი და თუ გაინტერესებთ ამერიკის შიდა პოლიტიკა, ეხა განსაკუთრებით ეკონომიკურადაც ძალიან ბევრი საინტერესო ამბები მოხდება, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და შემდეგ ეპიზოდიც მალე იქნება.